ვიდეო მტკიცებულებები ბრალდების მხარე რაც მიიჩნევდა გამოიკვლია სრულად და ჩვენ ვნახეთ რომ ბრალად შერაცხული ქმედება არ დასტურდება. ასევე ბრალდების მხარემ დღემდე ვერ მოიყვანა მოწმე რომელიც ხომ ვიძახთ იმას რომ ქმედება შეესწრო და დაადასტუროს ესეთი მოწმე ვერ მოიყვანა. ასევე ერთი წერილობითი მტკიცებულება მაგალითად მობილურები არის ამოღებული ვერ მოიტანა იმასთან დაკავშირებით რომ ეს ხალხი იცნობდა ერთმანეთს. ასევე ვერ მოიტანა ერთი მტკიცებულება მაინც რომ ორგანიზატორს, ვისაც მიიჩნევენ ორგანიზატორებად და მონაწილე პირებს რაიმე კომუნიკაცია ჰქონდა. ელემენტარული ლაიქი რომ ლაიქია, პოსტი არ დაულაიქებია ცხოვრებაში ერთმანეთს, იმიტომ რომ არ იცნობენ ერთმანეთს. წინასწორობზეც ვინც იყო მოსული მოწმე იქნებოდა, ექსპერტი იქნებოდა თუ გამოძიებელი იქნებოდა, არც ერთი არ ფლობდა რაიმე სახის ინფორმაციას, რაც მიუთითებდა ჩვენი დასაქმების მხრიდან რაიმე სახის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას თუ ორგანიზატორობას. რა თქმა უნდა, არანაირი მოლოდინი რომ დღევანდელ სტომაზე ვინც არ უნდა მოიყვანოს სასამართლოში ბრალდების მხარემ რაიმე ღირებულ ინფორმაციას მოიტანს, პირიქით, ვინც კი მოდის ფაქტობრივად დაცვის ხარისხის სასარგებლო ინფორმაციას აწვდის სასამართლოს, ეს პირები იმიტომ არიან დაკავებულები, რომ ძალიან სწრაფად უნდა საგამოძიებო მოქმედებას ვიღაც პირებისთვის წარედგინა ბრალი, რაღაც რიცხვი დაესვა და მე საზოგადოებისთვის თქვას, რომ აგერ რაღაც ჯგუფურ ძალადობას და ორგანიზებას ჰქონდა ადგილი. არანაირი სახის გამტყუებელი განაჩენი რეალურად შეუძლებელი არის უბოსამართლომ გამოიტანოს ამ პირობებში. რა თქმა უნდა, სამართლებრივად თუ კი განიხილავს სასამართლო და მტკიცებულებებს შეაფასებს როგორც კანონმდებლობა მოითხოვს ამას, სხვა განაჩენს გარდა გამართლების